ინდოეთსა და პაკისტანს შორის ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. მხარეების სარაკეტო თავდასხმებს აგრძელებენ. პაკისტანსა და მის კონტროლირებად ქაშმირზე საპასუხო დარტყმები ინდოეთის მხრიდან მას შემდეგ განხორციელდა, რაც გასულ თვეში ინდოეთის ადმინისტრირებულ ქაშმირში ტურისტებზე სასიკვდილო თავდასხმა განხორციელდა. დაიღუპა 3 ადამიანი, რომელთა შორის 1 ბავშვია, 12 კი დაშავდა. დაშავებულები არიან ასევე ინდოეთის მხარესაც პაკისტანის საპასუხო იერიშების შედეგად. ინდოეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს ესაუბრნენ. საუბრის დეტალები უცნობია. მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელმაც ვითარება სამარცხვინო უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი მალე დასრულდება. მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება ასევე გაეროს გენერალური მდივანიც. როგორც ანტონიო გურეშის პრესპიკერი ამბობს, ის ინდოეთის სამხედრო ოპერაციით ძალიან შეშფოთებულია და ორივე ქვეყანას მაქსიმალური სამხედრო თავშეკავებისკენ მოუწოდებს. საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ანალიზი ისტორიკოს ჩალვა თავაძეს ვთხოვეთ. ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტი ახალი არ არის. ეს კონფლიქტი დიდი ხანია მიმდინარეობს. მაგრამ ჩვენთვის აი სანამ უშუალოდ ამ კონფლიქტს შევეხებოდეთ, მე მინდა ერთი რამ აღვნიშნო, რომ ვინც მიჩერებია დღევანდელ პოლიტიკურ სურათს მსოფლიოს პოლიტიკური რუკამავსხვედელობაში, კარგად დაინახავს თუ რამდენი კერა არის საქართველოს გარშემო საზღვრებთან ახლოს, რომელიც ზოგი პირდაპირ მოქმედებს ჩვენ პოლიტიკურ მდგომარეობას, ზოგი ირიბად და ამ დროს, როდესაც ჩვენი პოლიტიკური პარტიების დიდი უმრავლესობა დაკავებული არის ხელისუფლებაში მოსვლის თუ შენარჩუნების სურვილით. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ აი ამ კონფლიქტს, ეს კონფლიქტი კიდევ ვიმეორებ ახალი არ არის და ამას გარკვეული წინა ისტორია აქვს. საქმე ის არის, რომ ინდოეთი დიდი ხნის განმავლობაში იყო ბრიტანეთის კოლონია. მეორე მსოფლიო ომის წინ ინდოეთმა დაიწყო თუ შეიძლება ითქვას დამამთავრებელი ეტაპი თავისუფლებისათვის და ეს ცნობილია ისტორიაში როგორც არაძალადობრივი დაუმორჩილებლობა და რომელსაც მაჰათმა განდი ედგა სათავეში. მაშინ ვესტმინსტერის სტატუსით ინდოეთმა ფაქტიურად მიაღწია დამოუკიდებლობას, მაგრამ მერე ცივი ომის დასაწყისში 1947 წელს საბოლოოდ განთავისუფლდა ბრიტანელების ბატონობისაგან და ამასაც დიდი პიროვნება ედგა სათავეში, ეს იყო ჯავაჰარლალ ნერუ და ეს მოხდა 1947 წელს როგორც გითხარით, თუმცა იმავე დროს ინდოეთი გაიყო ინდოეთს გამოეყო ცალკე სახელმწიფოდ პაკისტანი. აი იქიდანვე დაიწყო კონფლიქტი, ეს კონფლიქტი არ არის მარტო პოლიტიკური, ეს ეთნო-რელიგიური კონფლიქტიც არის და შესაბამისად უფრო თავისებური სხვა კონფლიქტთან შედარებით თავისებურებით გამოირჩევა. იმიტომ რომ ინდუსები ცალკე დარჩენ და ინდოეთის სახელმწიფოში მოიყარა მოსახლეობამ თავი, ხოლო მუსლიმებმა უკვე შექმნეს ეს პაკისტანის სამეფო. მოგვიანებით კიდევ ერთი ტერიტორია გამოეყო ამ პაკისტანს, ეს არის ბანგლადეში. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ამ ინდუსებსა და ამ მუსლიმურ ხალხებთან თანაცხოვრება უჭით ერთმანეთთან. აქ არის ქაშმირის საზღვრისპირა ზოლი, რომელიც ახლა კონფლიქტის უშუალო საგანს წარმოადგენს. რით დამთავრდება ცოტა ძნელია ამაზე ვიქრი, იმიტომ რომ ეს დაიწყო იმ დღიდანვე, რა დღიდანაც ამ ხალხმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. მაგრამ აქ ჩვენთვის უფრო საინტერესო რა არის იცით, რასაც უნდა მიაქციონ ალბათ ყურადღება, ეს არის რომ ორივე ბირთვული სახელმწიფოა, ერთიცა და მეორეც და ახლა ამ ბირთვულ სამყაროში კიდევ ერთ დაპირისპირება თუ ისე გაგრძელდა როგორც მაგალითად ახლა უკრაინის ომი ან ახლო აღმოსავლეთის ომია, მე ვფიქრობ რომ სოფლიოს პოლიტიკურ აზროვნებას მეტი სიმწიფე უნდა ეყოს, რომ არ დატრიალდეს მართლაც ის დიდი ტრაგედია. ახლა რაც შეეხება საქართველოს, მე ვშიშობ რომ და ამის ნიშნებით ჩანს, რომ ეს კონფლიქტები თანთანობით გვიახლოვდება და რამდენად იქნება შენარჩუნებული ის მშვიდობა, რომელიც დღეს არის საქართველოში, ესაც ძნელად სათქმელი არის. მე გარკვეულ საშიშროებას ამ კუთხიდან მივჩერები ვარ. შესაბამისად
ჯერა რომ რაღაც გვეყოფა საღიაზრი, არა მარტო ჩვენ ქართველებს, არამედ დღევანდელ მსოფლიოსაც. და დღევანდელ მსოფლიოს მე შევადარებდი ერთ მხატვრულს, ალბათ ძველებს ახსოვთ, შეშლილი მსოფლიო. დღევანდელი მსოფლიო მასთან შეშლილია, იმიტომ რომ არავის არ სურთ ამ კონფლიქტების დამთავრება.